მოგესალმებით ბატონო დავით მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და თავისუფლებას ინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად გეთანხმებით ეს არის რაღაცა პირუტყობის და ხო, სისასტიკეა, იცი, ეს არის საშინელი არა ჯანსაღი, არა რაღაცა ისეთი განჭრეტადი ან ახლოში ნანახი, არამედ ისეთი, აი, ღრმა შუა საუკუნეებრივი სისასტიკე. სისასტიკე, რომელიც დამოკიდებულია ერთი ყოვლად ყრობელის ბატონის ხასიათზე, გადაწყვეტილებაზე, მის ნათქვამზე, სისასტიკე, რომელიც არ არსებობს არც სისტემურობა, არ არსებობს არც რაღაცა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, არაფერი, ხო, რაღაცა მაგალითად ჩვენ ვიცხოვრია 70 წელი ტოტალიტარულ სისასტიკეში და მას ვიცით, რომ სტრუქტურა ჰქონდა და ლოგიკა ჰქონდა ამ სისასტიკეს და რაღაცა ჩარჩოები ჰქონდა და აი ესეთი ბოროტება იყო უფრო სისტემიზირებული. ეს არ არის სისტემიზირებული, იმიტომ რომ უკანასკნელ დავით დაისადგურა ყველა სხვა თვისება, რომელიც უნდა გქონდეს დემოკრატიულ სახელმწიფოს, უბრალოდ სახელმწიფოს და ნუ განსაკუთრებით დემოკრატიულ სახელმწიფოს ეს ეგრეთ წოდებული დაბალანსების სისტემა, ხო, checks and balances სისტემა, ყველაფერი მოიშალა და ყველაფერი სახელმწიფოებრივი ადგილი დაიკავა შიშმა. შიშმა ერთი ადამიანის მიმართ, რომელსაც ქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სასტიკად სჯის თავისიანია თუ სხვისია, ვინც მას არ მოსწონს, ვინც მისტერად არ ფიქრობს, ვინცაც ის მტრად მიიჩნევს, ვისაც ის პრობლემად მიიჩნევს და ამ შიშმა ჩაანაცვლა სახელმწიფო სისტემა, არამედ ჩაანაცვლა სოციალური ურთიერთობა. თასო, დიდი ბოდიში რა რო გაწუხებ. უკაცრავად რა, 24 წლამდე კიდე მესმის ისი რომ აი ახლა ნებისმიერ შემთხვევაში ორი პერიოდი არჩევნებით გაიმარჯვა ხო უნდა მესამეზე არ უნდა წამოსულიყო და არ უნდა მოეყარა ეს ხარახურა ხალხი ბოდი შენთან და რა არის კატასტროფისკენ მიექანება კატასტროფისკენ და სოფლიო ფაქტიურად აი ამუნათებს ამ კაცს არ ეშინია მომავლის აი მართა მიკვეს გულწრფელად გეუბნები ის არ ბატონო ამ სისტემაში ზოგადად ხო ძალაუფლება რომ ადამიანს ხო გაუტკბათ მესმის ხო არ უნდა ძველი ამბავია ამისათვის ყველა აღახსენე ამისათვის არსებობს ხო დაბალანსების სისტემა იგონეს ამ ფუძნებელმა მამებმა მაგალითად შეერთებულ შტატებში ხო ისინი არ თვლიდნენ რომ ადამიანებს უნდა ვენდოთ სამუდამოდ ისინი არ თვლიდნენ მათ ესმოდათ ადამიანს ლოკის და ხოფსის არ იყოს ბუნება ადამიანის, რომელიც არის ხო ექვემდებარება რყნას ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამიტომ აქ არ არის რომ ადამიანები უნდა ენდონ ვინმე ხელისუფალს, არამედ დააბალანსონ ის და როდესაც ეს ადამიანი ყველა ბალანს აკრობს და ყველაფერს ანაცვლებს შიში. შიში ყველა დონეზე ბატონ დავით, ეს სხვა არის უბრალოდ ადამიანებს, უბრალოდ ადამიანებში შიში არის. აი ისე აი მერკვირს ახლა აი თაზო გახდა შენი თაობის ახარ აი ახლა ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა მართა მიკვირს იცი ახლა ჩემზე ორი წლით უმცროსია ბიძინა. აი ესეთი იდიოტობა როგორ უნდა გაკეთებულიყო რომ ესე იგი რუსული ისა აბრევიატურა წაწერა იმას ყალაძე უბედურის იმას პლაკატს ამის გამო დაჭერა როგორ შეიძლებოდა ადამიანის 4 შვილის დედის მამამის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ზვიად გამსახურდია მთავრობაში ძალიან საინტერესო ის იყო იცი მოვლენა რომ 4 შვილის დედა და სხვა შორის პარლამენტარი იყო იქამდე სანამ დაიჭენო წინა ბოწოების პარლამენტში ხო იყო მე მახსოვს იქ იშიმშილდა პოლიტიკური ცხოვრებით არის ეს ქალი ამოხსეული დღევანდლამდე და 4 შვილის დედის თან ერთ-ერთი პარტიის დამფუძნებლის დაკავება იდიოტობა სისულელეა აი თვითგანადგურებაზე მუშაობს ქართული ოცნება აი თავს იჭრის საშინელი შეფასებები აქვს ევროპარლამენტს ყველას და მე თუ ვკითხავ ის რაც ქონდა ახლა მე როგორც ვიცი 20% ყავდა მხარდაჭერი ჩამოვა მაგი 10-მდე ჩამოვა შენი აზრით აი რატო აკეთებს ამას ბიძინა ბატონ დავით თქვენთავს თქვენ შორის მარტო 2 წელი არ არის ასაკის განსხვავება თქვენ შორის განსხვავება ის არის ძალიან ბევრი შეიძლება ხო მაგრამ ძალიან ბევრი ასეული წიგნია ეგ ხაობა ძალიან ბევრი ასეული იცის დაფიქრება იცი ნებისმიერ ნაბიჯზე წინასწარ უნდა განჭრიტოს ეს თქვენ საკუთარი გადმოსახედიდან განათლებული კაცის გადმოსახედიდან უყურებთ და არ დაგავიწყდეთ რომ რამოდენიმე 10,000 წიგნით ჩამოგრჩებათ ალბათ განათლებით წოდნით ეს ყველა თავი ის რაც ქმნის მორალს
ადამიანისა. აი ყველაფერი ამით ჩამოგრჩებათ და განმანათლებელი კაცი თავისუფალია ეს თავის ასეთ ბოროტქმედებებში. რა იცი მან ვინ არის გოგი ხოშტარია. რა იცის იმან ის რომ ეს არის უკვე ისეთი პირუთვნელი ბოროტება არის ამას აზრი აღარ აქვს. ელენე არის ჩემი მეგობარი და ძალიან ძიმედ განვისდი მის ამ მდგომარეობას, მაგრამ ელენეს ადგილას ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე რო იყოს ბატონ დავით, აი ამას აუცილებლად ვიტყვი. ნებისმიერი ამ ქვეყნის არავინ არ არსებობს რა მდგომარეობაში და როგორიც არ უნდა იყოს. მე როგორც არ უნდა მეზიზღებოდეს ან არ მომწონდეს ვიღაცა. ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაისაჯოს ციხით, წელიწად ნახევარი ციხით, ნებისმიერ პლაკატზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებისთვის. ნებისმიერ პლაკატზე არ არსებობს ასეთი პლაკატი, რომელზეც არ არსებობს ამ სიტყვები, რაც სულ წყევლა იყოს მთელი ჯიშის, არ არსებობს ასეთი არც სიტყვა და არც პლაკატი, რომლის დაწერისთვისაც ადამიანი უნდა წავიდეს წელიწად ნახევარი ციხეში. ვინც არ უნდა იყოს. არა თუ ელენე, არავინ აბსოლუტურად. როდესაც ამას აკეთებ, აი თქვენ სწორად თქვით, ყველა ზღვას გადადიხარ, სისულელეა, სიგიჟეში მიდიხარ აბსურდში, მიდიხარ ადამიანების გამარტორქებისკენ, მარტორქებად გადაქცევისკენ, ცხოველებად, რომელსაც არ აქვთ არც შინაარსი და აქვთ მხოლოდ პირუტყვის ინსტინქტი. ეხლა ვამბობდი თქვენ კოლეგებთან პირველის ეთერში, რომ ვინ გითხრათ, აი რაც აწაიკითხეთ, ესენი აი ბევრია ხო, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებთ, დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩეველია კიდე 10%-ში, 20%-ში არის, რომელიც თქვენ თვლით და აი თავს იტყვებს, თავს იმართეს, სულ გამართლებას ეძებს, რომ მე კაცო კონსერვატორი ვარ, თქვენ რაღაცა ლიბერალი ეშმაკები ხართ და ამ ქვეყნის ამოტრიალება გინდათ. სად ნახეთ? შენებულებო, სად ნახეთ? რომელ წმინდა წერილში? სად თქვა ქრისტემ, ან ქრისტეს რომელიმე მოციქულმა, ან რაიმე სხვა ტექსტმა, რომ ადამიანი უნდა გასრისო, როდესაც ისეთ რამეს დაწერს, სადმე პლაკატზე რაც არ მოგწონს, ამის გამო ციხეში უნდა დაალპო. სად დაწერა ქრისტემ, რომ არარსებული ამბისთვის, არავითარი შეჭრისთვის, უბრალოდ რაღაცა ღობის გადაკვეთისთვის 72 წლის კაცი ციხეში უნდა გაუსვა. ეს ისე შემეცოდა ეს კაცი. მოკლა კაცი 72 წლის კაცი ციხეში გაუსვა. 5 წლით ვისი გულისთვის. აი ეს საწაიკითხეთ, რომელს გამოგეცხადათ ქრისტე. სუდა დაამთავრებენ ეგენი თალოდა. მოგოლი ჯოგივით მოიქეცითო, ეს როდის გითხრა? ვის გითხრა? ეს გამო ხო შეიძლება ერთი გამოვიდეს. ხო არის ის რაღაცა მართლა მკვდავ ზეზეული მკვდრების მთელი არმია რო ყავს პარლამენტში. რომელ ამ ტვინ გამორეც ხილს გონია ღმერთი ეს დამანახეთ. რა ღმერთს ეთაყვანებიან? გამაგებინეთ ხალხო. რა ღმერთს ეთაყვანებიან? რა ჯიშის წარმართები არიან და რა ვიცი რომელ მართლა პანთეონს ეთაყვანებიან, სადაც ეს მოსულა. რომ ვინც მათ არ მოსწონს, ყველას გასრესა შეიძლება. აი ეს ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია. არა, ჩემსაც გაუგებარია, იცი ახლა შერადგან ესე თქვა ის თვი, ოქროს ვერძით ცნობილი ფაქტი არის. გაღმერთება ვალუტის, ოქროსი. ნუ შეწირეს ქვეყანა. მართლა შეწირეს ქვეყანა, ამათმა ვერ არიან, იცი არაადეკვატურები კი არ არიან, უკვე არიან სადისტები. აი ეს ყოველდღიურად მე შემზის დღე სასამართლო, იცი? ყოველ დღე 10-12 კამერა იქ დგას, ელოდებიან განჩინებებს და მე ვთვლი, რომ ბიზნესზე არანაკლებ ბოროტებას ჩადია თვითონ მოსამართლეები. ეს მოსამართლეები ხალხის მიერ უნდა იყოს, ესეთ ყოველ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის სახელით და ქართველი ხალხის სახელით გადაწყვეტილებებს იღებს და ამ დროს ინამდვილეში ბიზნესისაა ბრძანება. ამ გაურებას ჩვენ არ ვაპატიებთ ამ ტიპებს. შიში ყველაფერს ანაცვლებს. აი როდესაც შიშის ჩვენი არ ეშინიათ ისა თაზო, უნდა ეშინოდეთ. ყისიერია შიში ბატონ დავით. ყისიერად ეშინია იმისი რომ ის გასრეს. აი იმან სამდროში ეს არის სხვა მართლა შუა საუკუნეებრივი სხვა შეწირვის. თაზო, აი ბაბატი ერთად დაგიმატებ რა, დიდი ბოდიში ერთ-ერთმა ვისაც 5 წელი მიუმატა, ერთ-ერთმა მურთხმა იმან მოსამართლემ მე გამოვალო 5 წლის შემდეგ მოვა სახში მოგადგებიო და ვეტყვიო შენ ოჯახს ვინ ახარ შენაო. ეს არის გამანადგურებელი განაჩენია. აი ამ მოსამართლის, ვითომ მოსამართლის ოჯახისთვის და რატომ რისკავს ეს არ ვიცი, არ მესმის და თაზო ეს ამბავი იცი, ესე როგორ ოქროთი გაგიჟდნენ ესე რომ ეს ეშმაკთან კავშირი საფრთხის შემცველი ადამიანისათვის კაცო.
ისე ვარ გაბრაზებული ამ მოსამართლეებზე. მოსამართლეები ჩანან. კი, ჩვენ ვიზახით პოლიციელები არიან მხეცები, მაგრამ მოსამართლე უარესი მხეცია. საქართველოს სახელით უშვებს ხეში ადამიანს. ერმევა პოლიციელი, ვერც ერთი მოძალადე პოლიციელი თავად აი ის რაღაცა. ვერძე არ ვიცი, მაგრამ რაღაც გარეულ ტახს რო გავს ის, რა ქვია ეგ. არა, საშინელი ფაზა თან საფულია ახლა. ერმევა, ვერც ერთ მოსამართლესთან და იმ დანაშაულთან სამართლის სახელით, რასაც ისინი აკეთებენ. ეს ხო არ ვიცი, ჩვენ ხო ბევრი რამ გვინახავს უახლოეს ისტორიაშიც. რა დღეში ვარდება, მაგრამ თქვენ ისიც იცით, ხო, რომ ყისიერი ამბის შიში ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ის მორალური შიში, რომელზეც დღეს ის მამაცი კაცი ამბობდა, რომ მოვალ და შენ ოჯახს რო ეთქვი, შენ ვინახა. რა თქმა უნდა, ის მოსამართლე ამაზე დაფიქრდება და ამისით შეეშინდება. მაგრამ ამ ბურწლა იცი, რომ წავიკითხე ესა და არ ეშინიათ ამ მოსამართლეებს, ამ ბიზნესს არ ეშინია. ეშინია, ოღონდ ბიზნესი ეშინია, ჯერ ბიზნესი ეშინია. მე ყველაფერი დანარჩის. ეს ხალხი სულ შიშში ცხოვრობს. მე მათთან სალაპარაკო, აი, სულ ამბობ, არაფერი აღარ აქვს, ბატონ დავით. ისინი გაფუჭებული, აი, ისინი უკვე გადაიქცენ მარტორქებად. ხო, ის პირუტყვია, იმას ჩვენი ენა აღარ ესმის. აღარ ესმის ჩვენი ენა. ხალხი პარლამენტში ვინც არის და ვინც ამას იცავს. რა, ისინი ნაკლებად სულისგებლობით არიან? არა. ისინი ვინც მთავრობაში არიან და ეხლა ხან დუშანბეში არიან, ხან ტაშკენტში და ხან ბიშკეკში. რა სიკვდილი უნდათ, რას დადიან ამ იმაში. აბა. შუაზია, ამ გაგანია ზაფხულში თავი არ ეწოდებათ, რა წეულა. მეცილება მეცა 2 დღე დათრაშულობს იგეს ვაჟბატონი რა. რა წეულაა ეს? ვეღარ მოვტვინე. მართლა აი ყველაფერი რომ მონღოლობამდე მიდის, აი ყველაფერი საქართველოს ყველაზე ბოროტ დამპყრობებთან. დეთანხმები, მაგრამ ეხლა ნეისა თუ შენაკვირდები თაზო პლასტიკა შეცვალეს, როგორც კი ფაქტურად პუტინი გააწირულია რა. მე ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლომდეც ვეღარ გასტანს. მთელი მოსკოვი გადახნა უკრაინამ. ესე იგი ეს თემურ ლენგის გაუთავებელი თაყვანისცემა, ბატონ დავით. ეს უ თემურ ლენგისკენ სიარული რა უბედურება მართლა ვერ ამოწევს. ორი ხარ. ამაში არიან. მოკლედ ესენი კიდევ ერთხელ ვიმბობ, ესენი უკვე მარტორქები არიან. მათ ლაპარაკი არ ხეს, მაგრამ იქ ხო არიან. უამრავი ხალხია ქვემოთ, 50000 პოლიციელია. 50000 პოლიცieლის გარდა უამრავი ათასობით ადამიანი მუშაობს სასამართლო სისტემაში. ხალხო, ეს ყველაფერი დამთავრდება. ბუნებრივია რომ დამთავრდეს. ქართულ კაცზე თქვენზე ბევრად უფრო საზიზღარმა ხალხმა იბატონა. ბევრად უფრო ჭკვიანმა, ბევრად უფრო ბოროტმა, ბევრად უფრო საძაგელმა. და ბოლოში მაინც ყველა დამარცხდა. რატო? იმიტომ რომ ქართველი კაცის ბუნებაა ესეთი. ჩვენ არა ვართ მონები. ჩვენ მობილიზება არ არის ესე მარტივი. შეიძლება დროებით აი ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდეთ, მაგრამ ბოლოს ქართველი კაცი მაინც თავისას იტყვის და აიღებს ხელს. ეს უღელი არავის არ დაუდია, მით უმეტეს ამ გაუნათლებელი ხეპრეების უღელს ქართველი ხალხი არ დაიდებს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანი ხალხი. ჩვენ რა ვიცი, უძველესი ქრისტიანი ნაცია ვართ. უძველესი ანტიკური ცივილიზაცია ვართ. ჩვენ ამ უღელს ესე მარტივად არ დავიდებთ და თქვენ სამაგიეროდ მართლა მოგადგებათ. ფიზიკურად ვარა ისეა განწარებული ხალხი თაზო ხალხის რაჭრდილებში იცხოვრებთ, რომელსაც ტყუილ უბრალოდ არაფრის გამო ცხოვრებას უნგრეთ. და ეს ხო მარტივი საქმე არ არის, ხალხო, ხო ყველა ვიცით რა, რაღაცა ვისაც წაგვიკითხავს ბოლო-ბოლო დათათუთაშკე სერიალად ვისაც გინახავს. არა ბოროტ მოქმედს, არაფერი არ ესაქმება ციხეში, ეს უდიდესი ბოროტებაა. ის სიკვდილის ტოლფასი, რომ ასე დაამცირო ადამიანი სიმართლე არ აპოვნილო და ისვისდაც არ ეკუთვნის, ვინც ბოროტ მოქმედი არა ციხეში გამოკეტო. მარტო იმიტომ რომ ბატონს უნდა ეს ცოდვა თაობებს მიყვება. ეს ცოდვა უბრალოდ დაანგრევს საზოგადოებრივ ქსოვილს, რომელიც დღეს თითქოს ინდიფერენტულია. ყველას აქვს, ეხა ხო აქვთ განცდა რომ გაზდით. ბატონო და გულწრფელად თქვა. მათ აქვთ განცდა რომ გაზდით. მათ აქვთ განცდა რომ ქართულმა ხალხმა ბოდიშთა ფეხებზე დაიკიდა ერთმანეთი. არა, ისე რა არის და ეს აი მაპატიე რა, თვითონ არიან, აი თაზო მაპატიე ეთყობა ამა დაგინებული აქვთ მაპატიე ამ სიტყვაზე, ესენი იგინებიან სხვა შორის ამბიზურად. დაგინებული აქვთ რომ ვინც ოქტომბერში გამოვიდა ოქტომბრის მიტინგზე, ყველა უნდა დაისაჯოს. ეს კობახიძეა. კობახიძეს ისაა გადაწყვეტილი. მაგრამ კაცო, ეს ისა რა ქვია, მე არ ვიცი ეს ბატონი გიორგი არის უნიკალური პროფესიის ადამიანი. ისტორიაში შესული ადამიანი აღარ მინახვა მის რეგალიებზე და აკადემიკოსო 240,000 ქართველი ბავშვი გადაარჩინა. ეროვნული გმირი უნდა იყოს და დახუჭონ თვალი რა მოხდა რომ მიტინგზე იყო. აი რა მოხდა რომ იყო მეც ვიყავი მიტინგზე. მართლა ექიმების არმია ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ყველა მიცის ვინ არის გოგი ჩახუნაშვილი. რა უნდა გოგი ჩახუნაშვილს ციხეში თქვენ მართლა ავად ხო არა? თან 5 წელია კაცო, საგიჟეთია რა.
ის ჯერა ვინ არის ისეთი მოდიში და იდიოტი ვისაც ჯერა რომ პაატა ბურჭულაძეს ამ ქვეყანაში ღობეზე გადასვლის გამო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის თავი და კომედი არა სხვა შორის თასო ისეთი იდიოტური სიტუაცია იყო მაშინ სტრატეგიული ობიექტიო გახსოვს რა სისურველებს ბოდა რა სტრატეგიული ობიექტი არის ეს ისა რა მარია პრეზიდენტი ქართულო ემღერა პაატა ბურჭულაძეს იმ დარბაზში რა უნდა ეკნა გეკითხებით მე რა უნდა ეკნა პაატა მანჯგალაძეს მარტო იმიტომ რომ ფოტოზე არის მკაცრესი წესის კოლონიაში ამყოფებენ ეხა რა უნდა ციხეში აბა რა უნდა ციხეში ელენე ხოშტარიას წარწერის გამო რატოზის ლევან ხაბეიშვილი ციხეში რატო იმიტომ ტელევიზორში რაღაცა თქვა ანუ ამის გამო მე და თქვენ რა ციხეში უნდა ჩაცვან რა უნდა ბადრი ჯაფარიძეს სასამართლოში რა უნდა მამუკა ხაზარაძეს სასამართლოში რა უნდა ამ ხალხს იქ რა საბოტაჟს ედავებით ვიღაცა ბატონო დავით უნდა გესმოდეთ რომ ხალხი გამოდის მოწმეებად ამ პროცესებზე რომელიც ვერ არჩევს ერთმანეთისგან ზურა ჯაფარიძეს და ბადრი ჯაფარიძეს რომლებიც არიციან გიორგი ვაშაძე რა პარტიას წარმოადგენს არაფერი არიციან როგორც ხელს ადებენ აი ხელს ადებენ ბიბლიაზე იფიცებენ თავს უესე არჩევენ კონსტიტუციაზე კი არა ბიბლიაზე იყიდებიან კაცო ეს იმდენია ეგეთი ნუ გიკვირს მაგრამ რა არის ეს თვითონ ხელისუფლება უკვე არანორმალურობა ეს აი ჩაითრია სასამართლო ჩაითრია პოლიცია პროკურატურა გაათახცირა დამეჭერე იცი ყველა რგოლი მოწამლე ფული და აბრიყვებს ამ უბედურებს და ცუდად დაამთავრეს ყველა მე აი დღესავით ვხედავ ამას ესე მოხდება ხალხო მოხდება ესე და რატო რისკავთ ბიულეტენზე მაინც გადი და დაემალეთ ან მოზამართებს მიმართავ არ არის ეს ნორმალური ამბავი შეგწყვებათ დრო გავა და შეგწყვებათ მე არ ვიცი აი ზღვათა შორის რა იცი პასტილია ზაფხულში აიღეს საფრანგეთში ძალიან ბევრი ესენი რყევები ზაფხულში ხდებოდა და აი ზაფხულში გამწვავება ესეა ჯერეთი ამაზიც არა მართა უკვე პაპანაკებას იცხია და ზაფხულში სიცხეში რო შეყრი ციხეში პირობითი მაინც მიეციან შინაპატიმრობა მიეცი არჯა დილეგია შუა საუკუნეებში ვარ ხალხ ეს ეგეთი კაცია ბნელი ბოლოს და ბოლოს ხონა გავიგოთ რომ ბნელია აი ესე უყურებს შავბნელ ფერებში საფრთხეს ასე აღიქვავს აი ესე შუა საუკუნეებრივად მართლა რომ დილეგში უნდა ჩავაგდო რომ დაისაჯოს დილეგში უნდა ჩავაგდო სამართალი სად რა შუაშია კაცო იმ სასამართლოში კანონის უზენაესობა სამართლის გამარჯვება ის არის დილეგში ჩავაგდეთ ცო არ მაინტერესებს მოვა მოწმე რომელიც ვერავის სახეზე ვერ ცნობს არაფერი არ იცის მაგრამ იტყვის გოგი ჩახულა ეს ვიცი რომ მასობრივადაა უკვე სასამართლოებში რა საქმეს ეს არის აი ჯოჯოხეთური სისტემა რომლიდანაც პირდაპირ გეუბნებით ჩემო ძვირფასო თანამემამულენო რომ ვერ ამოვალთ ამას რომ მოვიშორებთ მე დიდი ხანი ვერ ამოვალთ დიდი ხანი მე იმხელა ბოროტება ითესება ეხა იმხელა ძალადობა ითესება დიდი ხანი ვერ ამოვალთ ამიდან ადამიანები ამწყრებენ ადამიანებს და ბოლოს კაცო პატარა ქვეყანაა ეს პატარა ქვეყანაა პატარა ძალიან პატარა ქვეყანაა სადაც ყველას პოულობს ყველას მამას დედას შვილს ძმას ცოლს პოულობს და ეუბნება რომ აი შეესწა არაკაცი იყო ანუ არაკაცების სახელები გამყიდველების სახელები საქართველოს ყოველთვის ახსოვდა ყოველთვის იქოდა ეხა გვაქვს ეგ ცუდი მომენტი რომ ყველაფერი აღერია ყველას სახელები აი თაზო რა არის იცი მაღალათების შვილები გმირებზე იძახიან გმირების შვილებზე რომ ისინი მოღალატეები იყვნენ ჯალათების შვილები იძახიან გმირების შვილებზე გამგები გაიგებს კი მაგრამ თაზო იცი რა არის ახლა პლასტიკა შეცვალეს ამობადრუკება და დაუწყეს ფლირტაობა და ძიება გზებისა რომ ამერიკის ფარველობის ქვეშ ვითომ არ გამოუვათ ყველა წინააღმდეგი ამოდე ჩვენ ვარ წინააღმდეგი ესეთებს რო აკეთებს შიდა პოლიტიკაში დასავლეთის სულელები არზიანი, კაი ანალიტიკოსები არიან, ვინ შეეგუება ამა და ვინ აპატიებს ამას, მე მარტა გაოცებული ვარ, აი. ანიშვაზიაში ტრაშუნი რაც უნდათ. ცუდად არის საქმე, ცუდად. კონფედერატი, ბატონო დავით, აი კონფედერატი მონათმფლობელობის მომხრე რო აღდგეს ზეზეულად და მოვიდეს ამერიკის პრეზიდენტად. მისთვისაც კი კანონის უზენაესობა არის ბიბლიური სიწმინდე პირდაპირ ვთქვი კანონის უზენაესობა მისთვის არის მთავარი ფუძე ისე რა სორი ხარ გეთახმები პირველი დროშა მაგათ მააწიეს ნუ საფრანგეთის შემდეგ
კანონის უზენაესობას ვერ არსებობს არაფერი. ამ რაღაც ბანდიტთან არავინ არ დაალაგდება. არაფერი რაც არ უნდა იფაფხურონ და ისა რა ქვია ისტერიკაში იყვნენ და თურმე მშვიდობა აკავშირებთ მათ და ტრამპ. რა არის მშვიდობა 72 წლის კაცის უმიზესო ციხეში გაშვება თურმე მშვიდობაა. ამას მშვიდობისთვის აკეთებენ 4 შვილის დედას და ანუ ზუსტად პლაკატი ეს ციხეში ყავთ ეხლა უნდა დააინვალიდონ იქ უბედურ დღეს ჩააგდონ და ეს არის მშვიდობა მე ახლა უსმენდი ერთ-ერთ პოლიტიკას იკლავს და ეს არის დრო აღარ მჩება მაგრამ ისაკაცობა 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ადამიანს კაც გული მომიგდა განგრენა აქვს ფეხზე და ციხეში უკრავენ საგიჟეთთან აქვს არ მოუდგენელია ნუ სადისტები არიან შენ საუბრი დასაწყისში სწორი თქვი მანდ მოკვდიო მე არ მაინტერესებს არაფერიო ის გამოვიდა პენიტენციარულ დულის ვიღაცა არაღრაობა იმ დღეს და ელენეზე ეგო კაცო აქ კი არ დაემართაო მაიგრე შემოვიდაო ანუ რა თქვა რომ პირდაპირ სასამართლო წელიწად ნახევარი პლაკატზე რაღაც დაწერისთვის ადამიანი გაუშვეს ციხეში რომელიც ქრონიკული დაავადება ქონდა რომელიც შეიძლება ისე გამწვავებული იყო რომ დაინვალიდებამდე მისულიყო საქმე და ეს ყველა ვიღაცა ზის ამ ქვეყანაში არ უვიც ტელევიზორს უყურებს და აი ამას თulis რომ ნუ ეგრე თუ იყო და ისე თუ შემოვიდა ქრონიკული მაშინ კაი ისე და ისე თაზო დრო აღარ მჩება მაგრამ პოლიკარპე კაკაბაძესა კაცო ეს დაწერილი და წაიკითხონ ამ უბედურება მაგის იმერელი იყო და თქვენს იმერლები ხართ ვიცავს სისურველებს აკეთებ და მიხვდით რომ ეს არ შეიძლება ესე კაცო აიცი ვერ ახსნი რა ან თვითო გვემაზე წავლენს და ან თავს მოიკლავენ ან რატომ მიდიან აქამდე გამეცინა კაცო ახლა იმის ივანიშვილი სოლს უთქვა მომიკლავენო ვინ მოკლავს შენ ყვარს არავინ არ მოკლავს ეკა გამორიცხულია საქართველოში დამერწმუნე რა ესეთი ტერორისტული აქტები არ არის და არც იქნება ჩვენ არა ვართ ეგეთი ხალხი ბატონო და არავის სიკვდილი იცი რა არის თვითონ უნდა მიხვდეს იცი სუბიექტი რომ ბოროტება შადის მე იმ დღეს არ მომასწროს რომ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ რომელიმე ცხოვრების ოჯახის წევს რა სიკვდილი უსურვო შეუძლებელია ეს ნამდვილი ქრისტიანები ვარ და იმიტომ და ეთყობა თვითონ ვერ აღიქვამეთ სამყაროს ქრისტიანული იმით წამსი და შიშებში არიან მე ავიღებ ძალაუფლებაზე აი რა ძალაუფლება დაკარგეთ თქვენ დობა დაკარგეთ ხალხისა ჯანდაბა მაგათავს ისტორია განжиს მათდა თაზო გაძელით რა მე ყველა პარტიას მოგიწოდებთ აი მართლა ძალიან ბევრია უკვე ციხეში თქვენ სოლიდური ძალა ხართ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს სხვა პარტიებსაც დაუფრთხილდეთ ყველა მოქალაქეა დასაცავი